მოგესალმებით, ვიწყებთ ძალადობის და აგრესიის თემის განხილვას, ეს იქნება ამ თემის პირველი ნაწილი. ავტორი ამ თავის შესავალში იხსენებს, რომ გადახედა ისტორიის ერთ-ერთ წიგნს, მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ წიგნს და თვალში ეცა ის ფაქტი, რომ ძირითადად სულ აგრესიული მოვლენები იყო ამ წიგნში აღწერილი, ძირითადად ომები. მხოლოდ ერთი-ორი ფაქტი იყო, რომელიც ძალადობას არ შეიცავდა, მაგალითად ესეთი იყო იესოს დაბადება და ნაბეჭდი წიგნის გამოგონება. და რომ გადავხედოთ ბოლო დროის ისტორიას და იმ მოვლენებს, რომლებიც ხდებოდა მსოფლიოში, აი აქ არის ჩამოთვლილი ეს მოვლენები. ყველა ესენი პრინციპში აგრესიის მაჩვენებელი მოვლენებია და ესეც არ არის, რა თქმა უნდა, სრული სია მოვლენების, რასაც აქ ხედავთ. გამოდის, რომ ადამიანები განსაკუთრებით აგრესიული სახეობა ვართ, არც ერთი სხვა ხერხემლიანი ცხოველი ასე თავმჯდომარეულად და უნიზნოდ არ კლავს და არ აწამებს საკუთარი სახეობის წარმომადგენლებს. შესაბამისად ისმის კითხვები, თანდაყოლილია თუ არა აგრესია, ანუ არის ის თუ არა ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილი, შეიძლება თუ არა მისი შეცვლა, რა არის ის სოციალური და სიტუაციური ფაქტორები, რომლებიც აგრესიას ამცირებს, ან პირიქით ზრდის. და სანამ ამ კითხვას გავცემ პასუხს, ჯერ გავარკვიოთ თვითონ აგრესია რა არის. აგრესიული ქმედება სოციალურ ფსიქოლოგიაში ნიშნავს განზრახ ქცევას, რომელიც ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენებას ისახავს მიზნად. აქ შემოაქვს ავტორს ასევე ტერმინი დაჟინებულობა, ანუ ასერტიულობა, ხანდახან ასე ხმარობენ ხოლმე ამ ტერმინს. თუმცა ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ ეს აგრესიული ქცევა ეს არ არის აგრესია, რა თქმა უნდა, ადამიანს შეუძლია და უნდა დაიცვას კიდევაც საკუთარი უფლებები, ოღონდ ასერტიულად. მაგალითად შეიძლება რაღაცა არ მოწონს მას და თავის უფლებების დაცვის მიზნით რაღაც გაზეთის რედაქციებთან წერილებს და ასე შემდეგ, ეს იქნება ასერტიული ქცევა. ან მაგალითად შეიძლება აგრესიულად ჩათვალონ ქალი, რომელიც საკუთარ ასს გამოთქვამს და ასეთ ქალს აგრესიულად ჩათვლიან, იმიტომ რომ თვითონ საზოგადოება იქნება სექსისტური. მიაქცეთ ყურადღება აგრესიის ამ განმარტებას. აგრესია გახლავთ განზრახ ქმედება, რომლის მიზანია ზიანის მიყენება ან ტკივილის გამოწვევა. ანუ განზრახ, სიტყვა განზრახს უნდა მივაქციოთ ყურადღება. რომ შესაძლებელი ადამიანს არ აქვს მიზნად დასახული, რომ ადამიანს ტკივილი მიაყენოს, მაგრამ მაინც მიაყენებს. და პირიქით, შეიძლება განზრახვა ქონდეს ადამიანს, რომ ტკივილი მოგაყენოთ და ვერ მოგაყენოთ, მაგრამ ეს მაინც აგრესიად ჩაითვლება. აი მაგალითად თუ თქვენი ამხანაგი თქვათ გაბრაზდება და რაღაცას გესვრით, მაგრამ თქვენ ამას აიცდენთ, შესაბამისად ტკივილი თქვენ მან ვერ მოგაყენოთ, მაგრამ განზრახვა ქონდეს, იგი მისი მხრიდან აგრესიული აქტი განხორციელდა. შესაბამისად თუ მაგალითად მთვრალი მძღოლი დაგაჯახებთ მანქანას, როცა ქუჩაზე გადადიხართ, მაგრამ ეს არ მოხდა განზრახ, ეს არ იქნება აგრესიული ქმედება. მართალია თქვენ ზიანი მოგაყენათ ამ ადამიანმა, მაგრამ მას ეს განზრახვა არ ქონია, ამიტომ სიტყვა განზრახვა აქ ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა განასხვავებენ აგრესიის ორ სახეს, ერთი გახლავთ მტრული და მეორე ინსტრუმენტული. მტრული აგრესია არის ის აქტი, როდესაც ადამიანი გაბრაზებულია და ზუსტადაც რომ განზრახული აქვს, რომ მიაყენოს ტკივილი ან ზიანი მეორე ადამიანს, ხოლო ინსტრუმენტული აგრესია არის ზიანის მიყენების განზრახვა, მაგრამ ეს არ არის იმისთვის არ კეთდება, რომ თქვა სამაგიერო გადაუხადოთ ან ტკივილი განვაცდებინოთ იმ ადამიანს, ეს არის იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ. მაგალითად, აი აქ ჩვენ დაგიდეთ ორი მცირე ვიდეო კადრი ფეხბურთის თამაშის, როდესაც ერთ შემთხვევაში განზრახ აყენებს ადამიანი ტკივილს მეორე ადამიანს, ხოლო მეორე შემთხვევაში ამას ის განზრახ არ აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ ბურთს უნდა რომ მიწვდეს. ახლა დავუბრუნდეთ კითხვებს აგრესიასთან დაკავშირებით. ესე იგი, თუ გახსოვთ, ერთ-ერთი კითხვა იყო, რამდენად თანდაყოლილია და ინსტინქტურია აგრესია. ამაზე საუკუნეების განმავლობაში ფიქრობდნენ მეცნიერები, მაგალითად თომას ჰობსი თავის კლასიკურ ნაშრომში ლევიათანი გამოთქვამს ას, რომ ადამიანები ბუნებრივ მდგომარეობაში სასტიკები არიან და მხოლოდ კანონს და საზოგადოებრივ წყობას შეუძლია შეაკავოს აგრესია. ჟან-ჟაკ რუსოს პირიქით ჰქონდა წარმოდგენა, მას მიაჩნდა, რომ ადამიანები არიან ბუნებრივ მდგომარეობაში ძალიან ფაქიზი არსებები და ისინი მტრული და აგრესიული ხდებიან სწორედ საზოგადოების კანონების გამო. ფროიდმა გააგრძელა ჰობსის აზრი,
მისი თეორიის თანახმად ადამიანებს აქვთ თანდაყოლილი სიცოცხლის ინსტინქტი, რომელსაც მან ეროსი უწოდა და მისი შესაბამისი აგრესიული ქმედებების გამომწვევი სიკვდილის ინსტინქტი, რომელსაც თანატოსი უწოდა. ფროიდის აზრით აგრესიული ენერგია როგორმე უნდა გამოვლინდეს, თორემ ის დაგროვდება და ავადმყოფობას გამოიწვევს. ამას ხანდახან ჰიდრავლიკურ თეორიას ადარებენ ხოლმე, ანალოგია კეთდება კონტეინერში წყლის წნევასთან, თუ არ გამოუშვებთ აგრესიას წვეთად, ის აფეთქებას გამოიწვევს. ფროიდის მიაჩნია, რომ საზოგადოებას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს იმაში, თუ როგორ ვარეგულირებთ ჩვენს ინსტინქტებს და გვეხმარება ადამიანებს იმაში, რომ სუბლიმაცია განვახორციელოთ, ანუ ეს თვითონ ეს ენერგია სასარგებლო ქცევად გარდაქმნათ. შესაბამისად საინტერესოა რა ხდება ცხოველებში, იმიტომ რომ ადამიანებში ძალიან ძნელია აგრესიის კვლევა და მკაფიო ექსპერიმენტის ჩატარება ძალიან რთულია. ამიტომ ძირითადად კვლევებს ატარებენ ხოლმე ადამიანები ცხოველებში. მაგალითად, წარმოიდგინეთ გავრცელებული შეხედულება, რომ კატები და ვირთხები, რა თქმა უნდა, ერთმანეთის, ასე ვთქვათ, მტრები არიან. ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ კატები ინსტინქტურად ეპარებიან და კლავენ ვირთხებს. ზოობიოლოგმა ზინიანკომ ჩაატარა ესეთი კვლევა, კნუტი გაზარდა გალიაში ვირთხასთან ერთად და აღმოჩნდა, რომ კატა არა მარტო არ ესხმოდა თავს ამ ვირთხას, არამედ დაუმოგებდა კიდევ მას. მეტიც ეს მისი დადებითი განწყობა, ესე ვთქვათ, ვირთხებისადმი სხვა ვირთხებზეც გადავიდა, გენერალიზაცია განიცადა და ის სხვა ვირთხებსაც აღარ ერჩოდა. თუმცა ეს ექსპერიმენტი ვერ ამტკიცებს იმას, რომ აგრესიული ქცევა არ არის ინსტინქტური, ის მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ შესაძლებელია აგრესიული ინსტინქტი შევაკავოთ, თუ რაღაცა ქმედებას ჩავიდეთ, მაგალითად, ესეთ ადრეულ გამოცდილებას შევუცვლით ცხოველს. ანუ თუ გავაკეთებთ ისე, რომ ორგანიზმი გაიზარდოს სხვა ორგანიზმებთან ერთად კონტაქტი კონდეს მათთან. აღმოჩნდა, რომ თუ არა აქვს ესეთი კონტაქტი, მაშინ ჩვეულებრივად ის აგრესიას ავლენს. ანუ მაგალითად, როდესაც ვირთხები იზოლირებულად გაზარდეს, ისინი შეხვედრისას თავს ესხმოდეს სხვა ვირთხას და ჩვეულებრივ მუქარას და შეტევის ფორმებს იყენებდნენ, როგორცაც სხვა ვირთხები. შესაბამისად, გამოცდილების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ აგრესიული ქცევა, მაგრამ აგრესიული ქცევა თავისთავად, ესე ვთქვათ, არსებობს ამ ცხოველებში, მას დასწავლა არ ჭირდება. ასევე თუ დავაკვირდებით იმ ცხოველებს, რომელთანაც გენეტიკური მსგავსება უფრო მეტი გვაქვს, უფრო მეტს გავიგებთ ჩვენ შესახებ, მაგალითად ასეთი არის შიმპანზე, რომელთანაც დნმ-ის 98% გვაქვს საერთო. შიმპანზე ძალიან აგრესიულია, თუმცა შიმპანზები ისეთ ფართომასშტაბიან ომებს არ მართავენ როგორც ადამიანები, მაგრამ მამრი შიმპანზები ნადირობენ სხვა შიმპანზებზე და ხოცავენ მათ. აქედან შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ ადამიანები აგრესიული ქცევისთვის გენეტიკურად არიან დაპროგრამებული. კიდევ ერთი ჩვენი ახლონათესავი გახლავთ ბონობო. ეს უფრო ჭკვიანი, კეთილი და თანამგრძნობი მაიმუნია, ასევე უფრო მშვიდობიანი. მაშინ როცა შიმპანზეები მცირე საბაბის შემთხვევაშიც კი ძალადობრივ ქცევას მიმართავენ, ბონობო დედამიწაზე არსებულ ძუძუმწოვრ ცხოველებს შორის ყველაზე ნაკლებად აგრესიულად ითვლება. და საინტერესო ის არის, რომ თქვათ, როდესაც ისინი ჯგუფურად მიდიან საჭმელად, ისინი ჯერ სექსს აჩაღებენ და შემდეგ იწყებენ ჭამას. და შიმპანზეები კი, როდესაც მიდიან საჭმელად, ისინი ჯგუფს იწყებენ საკვების გამო. რას გვეუბნება ჩვენ ეს ბონობოს ეს მაგალითი? ეს მაგალითი ამტკიცებს, რომ ძალადობა მართალია არსებობს, მაგრამ ის გარდაუვალი არ არის და რომ მისი მოსპობა შესაძლებელია. ანუ აგრესია მართალია თითქმის უნივერსალურია პრიმატებში, მაგრამ ამავე დროს თითქმის ყველა ორგანიზმს ჩამოუყალიბდა ძლიერი შემაკავებელი მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს მას შეაკავოს აგრესია. ესე იგი გამოდის, რომ აგრესია არის არჩევითი სტრატეგია. ანუ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ აგრესია, შეგვიძლია არ გამოვიყენოთ. შესაბამისად ეს განსაზღვრული არა მხოლოდ ადამიანის ან ცხოველის საკუთარი გამოცდილებით, ასევე კონკრეტული კონტექსტით, რომელშიც ის ცხოველი აღმოჩნდება, შესაბამისად იგივე შეგვიძლია ვთქვათ ადამიანს. საინტერესოა ბერკოვიცის თეორია, ფრუსტრაცია აგრესიის ბერკოვიცის თეორია, რომელიც ამბობს, რომ ადამიანს აქვს თანდაყოლილი ტენდენცია, რომ გარკვეულ პროვოკაციულ სტიმულს საპასუხოდ დარტყმით უპასუხოს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩვენ ასე არ ვიქცევით. მაგალითად შეიძლება
ვიღაცამ ძალიანაც გაგაბრაზოთ, მაგრამ თქვენ დაუყოვნებლივ და იმ წუთას თქვათ არაფერი არ უპასუხოთ მას და ეს დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ რაღაცაზე. ის თუ როგორ მოიქცევით თქვენ და შესაბამისად რა თქმა უნდა ეს ბერკოვიც მას ძალიან კარგად იცოდა და ის ამბობს რომ ის ბევრ რაღაცაზეა ერთდროულად დამოკიდებული და ამ ბევრი რაღაცის ურთიერთქმედებაზე რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და ბერკოვიჩის მტკიცებას რომ აი ესეთი მართალია არსებობს ქცევის სქემები თანდაყოლილი მაგრამ ისინი ძალიან ცვალებადი და მოქნილი ამას ადასტურებს ძალიან ბევრი კვლევა. გარდა ამისა არსებობს განსხვავებები კულტურათა შორის ამ კუთხით. მაგალითად, პიგმეები ცენტრალურ აფრიკაში ძალიან მეგობრული ტომია და არ აქვთ აგრესიას განსაკუთრებული გამოხატვა, ძალიან იშვიათია მათ მიერ აგრესიის გამოხატვა. ხოლო თქვათ ამერიკულ ცივილიზებულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება შეიარაღებაზე, ჩვეულებრივი ამბავი ოჯახში ძალადობა ვთქვათ, იქ სკოლებში შევარნა და ადამიანების დახოცვა და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, კულტურა, სიტუაცია და სოციალური მოვლენები ეს ყველაფერი გავლენას ახდენს აგრესიის გამოვლენაზე. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში რიჩარდ ნისბეტმა აჩვენა, რომ მკვლელობათა სიხშირე გაცილებით უფრო მაღალია სამხრეთელ მამაკაცებთან, ვიდრე ჩრდილოელ მამაკაცებთან. ოღონდ ეს არის მხოლოდ ჩხუბის ნიადაგზე მომხდარი კვლევებები. ეს კვლევა აჩვენებს, რომ სამხედრელებს უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება ძალადობა მიიღო მხოლოდ საკუთრების დაცვისა და შეურაცხყოფაზე პასუხის შემთხვევაში. კიდევ აღსკარად ჩანს, რომ ღირსების კულტურა, რომელიც სამხრეთელი ჯენტლმენებისთვის დამახასიათებელი, შეეხება გარკვეულ ეკონომიკურ გარემოებებს და საქმიანობას, განსაკუთრებით კი მოძრავ ქონებას, როგორც ჩანს ძირითადად მესაქონლეთა საზოგადოება იყო და მათთვის შესაძლებელი იყო რომ მოეპარათ მთელი სიმდიდრე შესაძლოა მთელი ჯოგი რომელიც მათ ყავდათ. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს რომ აგრესია სასარგებლოა და შეიძლება აუცილებელიც კი. მაგალითად კონრად ლორენცი ძალიან საინტერესო მკვლევარი რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი გახლავთ თვლიდა რომ აგრესია არის სიცოცხლის შესანარჩუნებელი ინსტინქტების ორგანიზაციის არსებითი ნაწილი. ის არგუმენტაციას ცხოველებზე ამყარებს, რომ კვლევას ძირითადად ცხოველებზე ატარებდა თვითონ ეტიოლოგი იყო პროფესიით და ამბობდა, რომ აგრესიას აქვს ევოლუციური მნიშვნელობა. და სწორედ აგრესიის გამოა, რომ ახალგაზრდა ცხოველებს ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი დედები და მამები ყავთ და ჯგუფს შესაძლო ლიდერებიდან საუკეთესო ყავს ყოველთვის. შესაბამისად ზოგიერთი ვინც ამ აზრს ითვალისწინებს ავითარებს მას და რაღაცა უკიდურეს ფორმამდე მიყავს და მიაჩნია რომ არ ცადოთ ადამიანების აგრესიის კონტროლი, რადგანაც მას შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს გადარჩენისათვის. მაგრამ აქ უბრალოდ ეს ხალხი იგივე დაშვებას აკეთებს, რასაც აკეთებდნენ თქვათ ბიოლოგები თან ბევრი წლის წინამდელ მომხდარ ამბებზე, ხო? ანუ თქვათ ეს ასეთი სიტუაცია დღეს არ არის. თუმცა აქ ლაპარაკია კიდევ იმაზე, რომ თქვათ ეს თეორია ასევე გვეუბნება იმას, რომ სწორედ ეს აგრესიის მექანიზმია, რომელიც აიძულებს ერთ ადამიანს თქვათ მოკლას მეორე ადამიანი, ასევე თქვათ აიძულებს მას დაიპყროს კოსმოსი, თქვათ ამოხსნას რთული განტოლება, შეუტიოს ლოგიკურ ამოცანას და ასე შემდეგ. ხო, ეს ტერმინებიც ესეთი იხმარება, ესე თქვათ აგრესიული ტერმინი. მაგრამ ესე იგი როგორც თქვით, ეს ზედმეტად გამარტივებული მსჯელობაა და რა თქმა უნდა არ მოითხოვს დღევანდელი ცხოვრების სიტუაცია არ მოითხოვს ისე ვთქვათ გადარჩენისთვის ბრძოლას როგორც ეს ადრე ხდებოდა და თვითონ ეს ავტორი მიიჩნევს აღმოსავლი მიიჩნევს რომ დღევანდელი ამერიკული საზოგადოება არის აგრესიული საზოგადოება რადგანაც ძალიან ხშირად სწორედ ვთქვათ წარმატებას გამარჯვებასთან აიგივებენ და იმასთან რომ თუ მე ვარ წარმატებული ეს იმას ნიშნავს რომ ვიღაცა დავამარცხე რაც რა თქმა უნდა სულაც არ არის აუცილებელი. ასევე მაგალითად ეშლი მონტეგიუ ამბობდა რომ დარვინის თეორიის მარტივი და არასწორი გაგება სწორედ ცდარ იდეას გვაწვდის ჩვენ ადამიანებს რომ ჩავთვალოთ და მივიჩნიოთ რომ კონფლიქტი არის ცხოვრების კანონი. ეს არ არის რა თქმა უნდა ასე. ეს შეიძლება ასე იყო ბევრი წლის წინ, მაგრამ ეს ახლა ნამდვილად არ არის არ შეესაბამება რეალობას. მეორე აზრი ეს ისევ ფროიდის თეორიის გაგრძელება, სადაც
კატარზისი ცნება არის ესეთი შემოღებული ფროიდის მიერ, რომელიც ენერგიის გამოთავისუფლებას ნიშნავს. ანუ მას მიაჩნდა, რომ თუ ადამიანები აგრესიას არ გამოამჟღავნებენ, ეს აგრესიული ენერგია დაგროვდება და გამოვლინდება კიდევ უფრო უკიდურესი უხეში ძალადობის აქტებით, ან შეიძლება საერთოდ დაავადოს ადამიანი. ეს რწმენა ამერიკული კულტურის ნაწილი გახდა, მაგალითად არის ესეთი ფილმი გაანალიზეს, სადაც ფსიქიატრი იძულებულია თერაპიული სეანსები ჩაუტაროს მაფიის პოსტამკვლელს, რომელსაც რობერტ დე ნირო თამაშობს. და თერაპიის ერთ-ერთი საათის განმავლობაში ეს ბილი კრისტალი, ანუ თერაპევტი, ეუბნება მაფიის ბოსს, რჩევას აძლევს, ესე თქვათ, რომ ბალის დაარტყას. და როდესაც მაფიის ბოსი გაიგებს სიტყვას დაარტყმა, ის ამოიღებს იარაღს და ისრვის, იმიტომ რომ მისთვის დაარტყმა მის ენაზე ნიშნავს სროლას, მოკლას. და ნუ ეს რა თქმა უნდა შემდეგ სასაცილო სცენა გამოდის საბოლოო ჯამში. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს კატარზისის ასე ვთქვათ ფენომენი არც თუ ისე ცალმხრივად და ერთმნიშვნელოვნად მუშაობს. ჩატარდა მრავალი ექსპერიმენტი, რომლებმაც აჩვენა, რომ არ გვაძლევს შედეგს ეს კატარზისი. მაგალითად, ესე იგი ამ ექსპერიმენტებში ძირითადად ჯერ რაღაცნაირად აბრაზებდნენ ცდისპირებს, გამოიწვევდნენ მათში აგრესიას, შემდეგ ერთ ჯგუფს აძლევდნენ შესაძლებლობას, რომ ეს აგრესია გამოეხატა და მეორე ჯგუფს არ აძლევდნენ ამის შესაძლებლობას და შემდეგ უზომავდნენ მათ ისევ რამდენად აგრესიულები იყვნენ ისინი და აღმოჩნდა, რომ ის ჯგუფი, რომელიც გამოხატავდა აგრესიას, ზუსტადაც რომ უფრო აგრესიული დარჩა განსხვავებით იმ ჯგუფისგან, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გამოეხატა აგრესია. შესაძლებელი ასევე მოხდეს ისე, რომ თქვათ აგრესია ზუსტად იმ ადამიანზე მიმართოთ, ვინც ჩვენში ეს აგრესია გამოიწვია, ვინც ჩვენში ეს რაღაცა ზიანი მოგვაყენა, თქვათ რაღაც ადამიანმა რაღაც დაგვიშავა და ჩვენ გვინდა რომ ესე ვთქვათ სამაგიერო გადაუხადოთ, ხო? აი აქაც აღმოჩნდა, რომ თუ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ სამაგიერო გადაუხადოთ, მაინც არ გამოდის არაფერი, ანუ კატარზისი არ მუშაობს. წიგნში აღწერილია რასელ გინის და მისი კოლეგების ექსპერიმენტი, სადაც სამსახურიდან განთავისუფლებას აკვირდებოდნენ და შემდეგ ჰქონდა ამ ხალხს შესაძლებლობა, რომ რაღაცა ცუდი ეთქვა იმ ხალხზე, ვინც ისინი სამსახურიდან გაანთავისუფლა, მაგრამ შედეგი მაინც ვერ მიიღეს. ესე იგი, რა გამოდის, როდესაც ადამიანი აგრესიას გამოხატავს, ეს აგრესია პირიქით იზრდება, ეს მტრულობის განცდა მას კიდევ უფრო მეტად ეზრდება იმის მაგივრად, რომ ჩაუქრეს, ესე ვთქვათ და საერთოდ გაუქრეს. მაგალითად ასევე მნიშვნელოვანია ძალიან ის ფაქტი, რომ აღმოჩნდა, რომ ადამიანებს აქვთ ტენდენცია იმისკენ, რომ როდესაც ისინი რაღაცაზე გაბრაზდებიან, ან ვიღაცა მათ გააბრაზებს და უნდა ესე ვთქვათ სამაგიერო დაუბრუნონ, ეს ყოველთვის ხდება უფრო გადაჭარბებით და უფრო ძლიერად, უფრო მეტი ძალით, ვიდრე მათ ეს რაღაცა ზიანი მიიღეს. ეს ამას ძალის გადაჭარბების ტენდენცია შეიძლება უწოდოთ და ეს ტენდენცია ხელს უწყობს დისონანსის შემცირებას. აქ ჩვენ უნდა ვახსენოთ, რას ნიშნავს ეს ტერმინი დისონანსი. ეს გახლავთ ლეონ ფესტინგერის ცნება და თეორია, კოგნიტური დისონანსის თეორია, გახლავთ ლეონ ფესტინგერის თეორია, რომელიც პრინციპში სოციოფსიქოლოგიაში ყველაზე ბოლო მსხვილი თეორიაა. და ის ამბობს ეს რაღაცას, რომ როდესაც ადამიანებს აქვთ ან უჩნდებათ ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო კონფლიქტური რწმენა ან აზრი, ისინი განიცდიან კოგნიტურ დისონანსს. და ეს კოგნიტური დისონანსი საკმაოდ მძიმედ და რთულად განიცდება, ესე თქვა უარყოფით ემოციები მოყვება ამას, ამიტომ მათ ადამიანებს უნდათ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიშორონ ეს უარყოფითი ემოციები და შესაბამისად რაღაცნაირად გააკრონ ეს დისონანსი და როგორ შეიძლება ეს გააკეთონ მათ იმითი, რომ აი ეს რაღაც აზრი და რწმენა უნდა შეცვალონ და შესაბამისი გახდეს ეს რწმენები ერთმანეთისგან. აი მაგალითად კანის ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელიც აჩვენებს, როგორ იწვევს ძალის გადაჭარბება მოწინააღმდეგის დამცირებას. ესე იგი, მედიკოსი, რომელიც კოლეჯის სტუდენტებთან ფიზიოლოგიურ გაზომვებს აწარმოებდა, დამამცირებელ შენიშვნებს ამბობდა ამ სტუდენტების შესახებ. ერთ პირობაში სტუდენტებს საშუალება მიეცათ გამოეშვათ მტრულობა, ანუ მოეხსენებინათ ამ მედიკოსისადმი საკუთარი დამოკიდებულება მისი ხელმძღვანელისათვის და თან მათ იცოდნენ, რომ იმ მედიკოს სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, შეიძლება სამსახურიც კი დაეკარგა.
ხოლო მეორე ექსპერიმენტულ პირობებში მათ ამ პირობაში მათ არ ჰქონდათ საშუალება მის მიმართ რაიმე აგრესია გამოეხატათ. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც საშუალება მიეცა, რომ მედიკოსისთვის სამაგერო გადაეხადათ, უფრო მეტ ანტიპათიას და მსვლელობას გრძნობდნენ მის მიმართ, ვიდრე ისინი, ვისაც მსგავსი საშუალება არ მისცემია. შესაბამისად, რა გამოდის, რომ ძალის გადაჭარბება კიდევ უფრო ზრდის დისონანსს, რაც მეტია შეუსაბამობა დამნაშაველის მიერ ჩადენილსა და თქვენ შურისძიებას შორის, მით მეტია დისონანსი. ანუ, როდესაც იმ მედიკოსმა სტუდენტებს აწყენინა რაღაც ესეთი უტაქტო შენიშვნებით, შედეგად მან ის მიიღო, რომ ის სამსახურიდან გაანთავისუფლეს, რა თქმა უნდა, რაც არათანაბარი შურისძიებაა, ხო? და ესე იგი შესაბამისად, რაც უფრო მეტ არათანაბარ შურისძიებას ჩაიდენდნენ ის სტუდენტები, მით უფრო ეზრდებოდა დისონანსი და რაც უფრო მეტი იყო დისონანსი, მით უფრო მეტი იყო ამ სტუდენტის მოთხოვნილება, რომ დაემცირებინა ის ადამიანი. შესაბამისად, რაღაცა დახშული წრე გამოვიდა. და თუ ისეთი სიტუაცია იქნება, რომ ვერ მიემართება შურისძიება ამ აგრესიის გაუმწვევისადმი, მაშინ აღმოჩნდა, რომ დისონანსი არ შეიქმნება, ან იქნება ძალიან მცირე დისონანსი. მაგალითად, ვიღაცამ შეურაცხყოფა მომაყენა, მე იმავეთი გადავუხადე, ჩვენ გავსწორდით და ამით დამშვიდით და დამთავრდა ყველაფერი, ხო? შემდეგ აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მომენტი, რომ როგორც თქვით, აგრესიის კვლევა რთულია, მისი ექსპერიმენტული კვლევა კიდევ უფრო რთულია და რეალობა კი კიდევ უფრო რთულია, იმიტომ რომ რეალობაში ასეთი სუფთა სიტუაცია ნაკლებად გვაქვს ხოლმე და სამწუხაროდ ისე ხდება, რომ თუ რაღაც აგრესიული აქტი ხორციელდება ერთი ადამიანის მიმართ, მის მიერ საპასუხოდ დაბრუნებული აგრესია, ანუ შურისძიება ყოველთვის აჭარბებს ხოლმე საწყის შეურაცხყოფას. და ასევე ჩატარდა კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რატომ შეიძლება ესე მოხდეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მიღებული ტკივილი ყოველთვის უფრო ძლიერი გვიჩვენება, ვიდრე ჩვენს მიერ მიყენებული ტკივილი. ანუ ძველი ხუმრობა, რომ სხვისი ფეხის მოტეხვა არაფერია, ხოლო ჩემი მოტეხილი ფრჩხილი სერიოზული ამბავია, ზუსტად აღწერს სწორედ აი ამ მდგომარეობას, რომელსაც ესე ვთქვათ, ფიზიოლოგიის დონეზე აქვს ადგილი ადამიანებში. მაგალითად, ინგლისელმა ნევროლოგებმა დააწყვილეს ადამიანები, ისინი მიაერთეს რაღაც მექანიზმთან, რომელიც მათ საჩვენებელ თითებს აწვებოდა. თითოეულ წლისთვის ჰქონდა ინსტრუქცია, ზუსტად ისეთივე ძალით დაწოლოდა პარტნიორისთვის, რაც ზეწოლას თვითონ იგრძნო. აღმოჩნდა, რომ არასოდეს ეს შურისძიება ზუსტად იმავე ზომით არ ხდებოდა. ყოველთვის, როცა პარტნიორი გრძნობდა ზეწოლას, ის შურს იძიებდა უფრო ძლიერი ზეწოლით, ვიდრე თავად მიიღო. თუმცა თვითონ ფიქრობდა, რომ იგივე ძალით აწვებოდა. შესაბამისად, თუ ეს ადამიანები მიიღებდნენ ოდნავ შეხებას, აუცილებლად დააბრუნებდნენ უკან საკმაოდ ტკივნეული დაწოლით. შესაბამისად, გამოვიდა, რომ ეს რაღაცა ტკივილის ესკალაციას ჰქონდა ადგილი და მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ეს ნერვული გადამუშავების ბუნებრივი პროდუქტია. და ეს გვაძლევს სწორედ საშუალებას ახსნათ, რატომ ხდება, რომ როდესაც ორი ბიჭი უბრალო ხელისკვრით იწყებს თამაშს, მალე ძალიან სერიოზულ და ხელჩართულ ჯგუფში გადადის ხოლმე. ასევე შეიძლება ახსნათ ამითი ეროვნებათა შორისი კონფლიქტების ესკალაცია და ყოველთვის თუ ასეთ კონფლიქტებს შევხედავთ, ნახავთ, რომ თითოეული მხარე ამტკიცებს, რომ მისმა მოქმედებამ მხოლოდ ანგარიში გაათალა, რა სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. ესე იგი, ნევროლოგიური და ქიმიური მიზეზები აგრესიის, გახლავთ ამიგდალა, რომელიც დაკავშირებულია აგრესიულ ქცევასთან, ცხოველებშიც და ადამიანებშიც. და როდესაც მის ელექტროსტიმულირებას ვახდენთ, მორჩილი ორგანიზმები ძალადობას ავლენენ, ასევე როდესაც ამ ადგილის ნერვულ აქტივობას ბლოკავთ, მოძალადე ორგანიზმები მორჩილები ხდებიან. და აღმოჩნდეთ, რომ აქაც არსებობს განსხვავებები, ნერვული მექანიზმების გავლენა, სოციალური ფაქტორები შეიძლება შეიცვალოს, თანაც არა მარტო ადამიანებში. მაგალითად, მამრი მაიმუნის სხვა ნაკლებ დომინანტ მაიმუნებს აუცილებლად დაესხმის თავს. თუ მის ამიგდალა სტიმულირებას გაუკეთებთ, მაგრამ თუ მისი ამიგდალა სტიმულირება უფრო დომინანტი მაიმუნის თანდასწრებით მოხდება, მაშინ ის გაიქცევა. შემდეგ ტესტოსტერონი, გახლავთ მამრობითი სქესობრივი ჰორმონი, აღმოჩნდა, რომ თუ მის ინექციას გავაკეთებთ, აგრესია გაიზრდება ცხოველებში და ადამიანებზეც კი არსებობს მსგავსი დაკვირვება. ტესტოსტერონის დონე აღმოჩნდა, რომ ბუნებრივად მაღალი აქვს იმ პატიმრებს, ვისაც ძალადობრივი დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიდრე იმას, ვისაც არაძალადობრივი დანაშაული აქვს ჩადენილი. შესაბამისად, ტესტოსტერონი გავლენას ახდენს აგრესიულობაზე. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგრესიული ქცევა ზრდის ტესტოსტერონის გამოყოფას. ნიშნავს თუ არა ეს, რომ აგრესიის გამოვლენაში არსებობს გენდერული განსხვავებები.
აღმოჩნდა, რომ დიახ, ფიზიკური აგრესიის კუთხით მამაკაცები უფრო აგრესიულები არიან ვიდრე ქალები. ეს აჩვენეს კვლევრებმა, რომ ბიჭები უფრო აგრესიულები არიან ვიდრე გოგონები. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ აგრესიის არაფიზიკურ ფორმებსაც, მაშინ გამოდის, რომ აქ გოგონები საკმაოდ აგრესიულები არიან. ანუ შეგვიძლია მთლიანობაში ვთქვათ, რომ მამაკაცებსა და ქალებს შორის აგრესიულობის კუთხით განსხვავება დიდად არ არსებობს, უბრალოდ ფორმებშია განსხვავება. მამაკაცისთვის აგრესიის გამოვლენის ფორმა გახლავთ ძირითადად ფიზიკური, ხოლო ქალებისთვის ეს არის არაფიზიკური ფორმა. აქ არის მაგალითად მოყვანილი ესეთი ძალიან ტრაგიკული მაგალითი, როდესაც 2010 წელს 15 წლის ლამაზმა გოგონამ მეგობრობა დაიწყო სკოლაში ყველაზე პოპულარულ უფროსპასალ ბიჭთან, ეს შეშურდათ მის თანაკლასელებს, 3 თვის განმავლობაში ისე ამწარებდნენ ამ გოგონას და ისე დასწინოდნენ ინტერნეტით, Facebook-ით და ასე შემდეგ, რომ ამ გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. ანუ ეს არის სწორედ ის სხვა ფორმა, რაღაცა ჭორაობა და ასე შემდეგ, რომელიც გოგონებს უფრო მეტად ახასიათებთ. განსხვავებების ქესტაშორის შესაბამისად არსებობს აგრესიაში, მაგრამ არის ეს განსხვავებული ბიოლოგიური თუ არა. ზუსტი პასუხი ამაზე არ არსებობს, თუმცა არის მაინც მონაცემები მის შესახებ, რომ მაინც ბიოლოგიურია ეს განსხვავებები და ასევე მაგალითად არის არჩერისა და მაგდენიელის კვლევა, რომელიც 11 ქვეყნის თინეიჯერებს ჩატარდა, მათ თხოვეს, რომ წაიკითხათ მოთხრობა პიროვნებად შორისო კონფლიქტის შესახებ. და შემდეგ უნდა დაესრულებინათ ის. აღმოაჩინეს, რომ ყველა ქვეყანაში მამაკაცები უფრო აგრესიულ დასასრულს უწევდნენ კონფლიქტს ვიდრე ქალები. ახლა ფაქტორები, რომელიც აგრესიაზე მოქმედებს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი გახლავთ ალკოჰოლი, რომელიც ესე ვთქვათ, არის გამაძლიერებელი ფაქტორი, რომელიც იწვევს აგრესიის გამოხატვას. აღმოჩნდა, რომ ვთქვათ, ადამიანი, როდესაც ადამიანი ასურ მდგომარეობაში იმყოფება, ის უფრო აგრესიული ხდება და უფრო ძალადობრივ ქცევებს უფრო მეტად ახორციელებს. ოღონდ რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ალკოჰოლს მიიღებს, ის აუცილებლად ჩხუბს დაიწყებს. პირიქით, ალკოჰოლი უბრალოდ აი შეკავებას ხსნის, ანუ თუ ადამიანი არის აგრესიული, მისი აგრესიის შეკავება შესაძლებელია ალკოჰოლის აგრესიას იკავებს, ხო? როდესაც მას აქვს ეს რაღაც აგრესია, მაგრამ თუ ალკოჰოლს მიიღებს, აი სწორედ ეს შემკავებელი მექანიზმები ვეღარ მუშაობს სათანადო და შესაბამისად ის ვეღარ აკავებს ამ აგრესიას, რომელიც მას აწვევა, ესე ვთქვათ. ასევე აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლი ხელს უშლის ინფორმაციის გადამუშავებას და ადამიანი, როდესაც ალკოჰოლის გავლენის ქვეშ იმყოფება, სიტუაციას თუ მithumetes თუ ის რაღაცნაირად ორაზროვანია, არასწორად ხსნის, იმიტომ რომ დეტალებს მაინდამაინც ვერ ამჩნევს. მაგალითად, აქ არის პრაქტიკული მაგალითი მოყვანილი, რომ როდესაც ფეხიზელი ხარ და ვიღაცამ შემთხვევით ფეხი დაგაბიჭათ, მიხვდებით, რომ მას ეს განზრახ არ გაუკეთებია, მაგრამ თუ მთვრალი ხართ, თქვენ არ მიაქცევთ ყურადღება სიტუაციის დეტალებს და ისეთ რეაგირებას გააკეთებთ, თითქოს მან წინასწარ განზრახვით დაგაბიჭათ ფეხს და შესაბამისად სამაგიეროს ფიზიკური აგრესიით გადაუხდით. ესაა სწორედ ეს ორაზროვანი სიტუაცია. შემდეგ აგრესიის მთავარი წინაპირობებია ტკივილი და დისკომფორტი. თუ ორგანიზმი ტკივილს განიცდის და გაქცევა არ შეუძლია, მაშინ ის თითქმის ყველა შემთხვევაში შეტევაზე გადავა და ეს კვლევები ჩატარდა ძალიან დიდი რაოდენობით სხვადასხვა ცხოველზე და ყველა შემთხვევაში დადასტურდა. ეს ცხოველები თავს ესხმიან საკუთარი თუ სხვა სახეობის წარმომადგენლებს და ნებისმიერ სხვა რამეს, რასაც დაინახავენ. აღმოჩნდა, რომ ადამიანების შემთხვევაშიც ეს ასეა, იგივე ბერკოვიცი ატარებდა ექსპერიმენტებს, სადაც სტუდენტებს ტკივილი განაცდებინა, ეს გააკეთებინა ისე, რომ ცივ წყალში ჩააყოფინა ხელი. აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან მწვავე ტკივილია და ამის შემდეგ ეს სტუდენტები ძალიან აგრესიულები ხდებოდნენ. ასევე დისკომფორტის სხვა ფორმები, როგორც არის სიცხე, ტენიანობა, ჰაერის დაბინძურება, ცუდი სუნი, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს აგრესიულ ქცევებზე. მაგალითად 60-70-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ვიეტნამის ომის დროს ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, ხანგრძლივი ცხელი ზაფხული იყო და ეს ძალიან აწუხებდა ლიდერებს, იმიტომ რომ ამ დროს მათი აზრით აჯანყების და პროტესტის ტენდენცია უფრო ძლიერი იქნებოდა ვიდრე ზამთარში. იწვევს თუ არა სიცხე აგრესიას, თუ რადგან ცხელა უფრო ხშირად ვართ გარეთ, უფრო მეტი გვაქვს ადამიანებთან კონტაქტი და აგრესიას სწორედ კონტაქტის უფრო ხშირი შესაძლებლობა იწვევს.
ანუ ეს არც თუ ისე მარტივი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ამისთვის საჭირო ექსპერიმენტი. აი მაგალითად ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც სტუდენტები მოათავსეს ან ნორმალური ტემპერატურის ოთახში, ან ძალიან ცხელ ოთახში. და აღმოჩნდა, რომ ცხელ ოთახში მშვიდობი სტუდენტები უფრო აგრესიულები იყვნენ და მტრულობას ამჟღავნებდნენ იმის მიმართ, რომელიც მათ უნდა აღეწერა და შეეფასებინათ. ასევე ვთქვათ, ბუნებრივი მონაცემებიც აჩვენებს, რომ ვთქვათ, არიზონას შტატში, სადაც უდაბნოა, მძღოლები უფრო ხშირად ასიგნალებენ საცობებში მოხვედრისას. ის მძღოლები, რომელსაც მანქანაში არ აქვს კონდიციონერი. შემდეგ ვთქვათ, წარმოიდგინეთ ესეთი სიტუაცია, რომ თქვენ მიდიხართ ძალიან მნიშვნელოვან ინტერვიუზე, რომ სამსახურში აგიყვანონ და ამისთვის გჭირდებათ მანქანა, თქვენ ყავთ თქვენი მანქანა, გამოდიხართ და აღმოჩნდება, რომ საბურავი დაეშვა, გინდათ ამ საბურავის გამოსვლა, აღმოჩნდება, რომ ის გამოსაცვლელი საბურავიც არ ვარგა, გახვრეტილია და შესაბამისად ვეღარ მიაღწიეთ იმ ინტერვიუმდე და ვერ წახვედით. რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან ფრუსტრირებული და გაბრაზებული ხართ, ბრუნდებით სახლში, იქ ხვდება თქვენი მეგობარი, რომელიც გეუბნებათ, როგორ ჩაიარა ინტერვიუმ, ანუ ხუმრობით, იმიტომ რომ მიხვდა რაშია საქმე. რა თქმა უნდა, თქვენ აგრესიას გამოხატავთ ამ მეგობრის მიმართ. და ამისათვის მაგალითად არსებობს კვლევა, რომელიც პატარა ბავშვებზე ჩატარდა, იქ ესე იგი პატარა ბავშვებს სათამაშოების როგორ გითხრათ, დაანახეს ესე ვთქვათ სათამაშოები, მაგრამ შუაში იყო ღობე და ისინი ამ სათამაშოებს ვერ მიწვდებოდნენ და შემდეგ რა თქმა უნდა ამან ძალიან დიდი ამ ფრუსტრაციამ ძალიან დიდი აგრესია გამოიწვია მათში, ისინი ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ. ასევე აღმოჩნდა, რომ აქვს მნიშვნელობა, როდის რა სიტუაციაში მოხდება ეს ფრუსტრაცია. თუ მაგალითად რაც უფრო ახლოს ხარ თქვენ მიზანთან და იმ დროს შეგაჩერებენ და შეგიშლიან ხელს, მით უფრო ძლიერი იქნება თქვენი აგრესია, იმიტომ რომ მით უფრო ასე ვთქვათ, სულ დროს შეგიშალეს ხელი ამაში. მაგალითად ჩაატარეს ესეთი კვლევა, როდესაც რიგში მდგომი ადამიანების წინ დგებოდნენ და აღმოჩნდა, რომ თუ მეორე იყო ადამიანი რიგში და იმის წინ ჩადგებოდნენ, ის ბევრად უფრო აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე ვთქვათ მე-12 ადამიანი და იმის წინ თუ ჩადგებოდნენ. შემდეგ ასევე ფრუსტრაცია მატულობს მაშინ, როცა ეს ხელი შეშლა არის მოულოდნელი და უკანონო. მაგალითად ჩაატარეს ესეთი კვლევა, როდესაც ცდისპირებს უთხრეს, რომ ტელეფონით უნდა დაერეკათ და ფული უნდა შეეგროვებინათ რაღაცა კეთილი საქმისათვის. ერთ ჯგუფს უთხრეს, რომ ძალიან დიდი შანსი იყო, რომ წარმატებისთვის მიაღწიათ, ხოლო მეორე ჯგუფს პირიქით უთხრეს, რომ მაინდა-მაინც დიდი იმედი არ ქონდათ ამ ტელეფონების, სატელეფონო ზარების, რომ წარმატებას დიდად ვერ მიაღწევდნენ. რა აღმოჩნდა, რომ რა თქმა უნდა ის სტუდენტები, რომლებსაც შეპირდნენ, რომ წარმატებას მიაღწევდნენ და ვერ მიაღწიეს წარმატებას, ბევრად უფრო გაბრაზდნენ და ბევრად უფრო აგრესიულად იქცეოდნენ. რა თქმა უნდა ეს ტელეფონის ნომრები მათ წინასწარ სპეციალური წინასწარ შეთანხმებული ადამიანების ნომრები მისცეს და იმ ადამიანებმა იცოდნენ, როგორ უნდა ეპასუხათ მათთვის, ანუ ძალიან აგრესიულად პასუხობდნენ, ყურეს უხდებდნენ და ასე შემდეგ. შემდეგ ფრუსტრაცია ასევე უფრო აშკარა, როცა მიზანი აშკარაა და ხელმისაწვდომი და როცა მოლოდინი მაღალია და როცა მიზანს უსამართლოდ ბლოკავენ. ასევე არ უნდა შეგვეშალოს ერთმანეთში ფრუსტრაცია და უქონლობა. ბავშვები, რომელსაც სათამაშოები არ აქვთ, არ გამოხატავენ აგრესიას, განსხვავებით იმ ბავშვებისგან, ვისაც ჰქონდა სათამაშოები და შემდეგ წაართვეს. ანუ ამას აქვს მნიშვნელობა, რომ რაღაცა ჰქონდა და შემდეგ აღარ გაქვთ, თუ რაღაცა საერთოდ არ გაქვთ, რა თქმა უნდა, ამის გამო აგრესიული არ ხართ. ან მაგალითად ასევე შეიძლება ადამიანი, რომელიც მიხვდა, რომ სხვა ადამიანები მასზე უკეთესად ცხოვრობენ და სისტემა მას უსამართლოდ იქცევა, ასევე შეიძლება აგრესიული იყოს. ანუ გამოდის, რომ ფრუსტრაცია არა უქონლობის შედეგი, არამედ შედარებითი უქონლობის შედეგია. და აქ არის ისეთი მაგალითი მოყვანილი, რომ თქვათ ორმა ადამიანმა დაამთავრა სკოლა, შემდეგ იქიდან ერთმა მიიღო უმაღლესი განათლება, მეორემ არა და შემდეგ ისინი ხვდებიან ერთმანეთს, ეს უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი წარმატებულია, ხოლო ის სკოლა დაამთავრა, არ არის წარმატებული. და საინტერესო გაუჩნდება თუ არა წარუმატებელ ადამიანს აგრესია. სავარაუდოდ არა, მაგრამ თუ ისინი ორივე მიიღებდნენ უმაღლეს განათლებას და ერთის კარგი სამსახური აქვს და მეორეს ძალიან ცუდი და ძალიან დაბალ განათლება, მაშინ რა თქმა უნდა იქნება ფრუსტრაცია. როგორ შეიძლება შევამციროთ აგრესია? ესე იგი, თუ რაღაცას ვერ შევასრულებთ, რაღაცაში ხელი შეგვეშლება, გაჩნდება ფრუსტრაცია, შესაბამისად აგრესია.
ხოლო თუ ჩვენ ამ რაღაცას შევასრულებთ, ანუ ჩვენს მიზანს მივახცევთ, შესაბამისად ფრუსტრაცია არ გაჩნდება და არც აგრესია მოყვება ამას შესაბამისად შედეგად. თავისთავად აქ საზოგადოებას დიდი როლი აქვს, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოებაში ცხოვრობთ. ავტორის აზრით ამერიკული საზოგადოება თეორიულად მაინც მას აქვს ის თვისება, რომ პერსპექტივების ქვეყანაა და შესაბამისად ყველა ადამიანს აქვს შანსი, რომ რაღაცას მიაღწიოს. ამით დავამთავრებთ პირველ ნაწილს. მადლობთ.